ოკეი, დავიწყოთ. წინაზე რაც გაერთ გახსოვს ყველას? ჯერ მაგით დავიწყე პირველ რიგში, იმიტომ რომ მგონი აუცილებელია ეგ. ამ წინაზე იყო Word to Wiki თუ სწორად მახსოვს. TF-IDF-ი. როგორ მუშაობდა ხოლმე, ანუ იდეაში ორივე იყო რა გვიგენერებდა ვექტორებს, ასე ვთქვათ, რა სიტყვებისთვის რა. TF-IDF-ით სიტყვების დათვლაც შედის ამავდროულად, ანუ ძალიან სტატისტიკური არის და ასე ვთქვათ, დათვლა არის უფრო და მე მაგის სტატისტიკურად გამოყვანა როგორც ვექტორი. სტატისტიკურად მათემატიკურად რა. Word to Wiki-ც ასევე სიტყვების ვექტორებით გადაგხსევა და დღეს უფრო შემდეგ საფეხურზე გადავდივართ რა. ანუ როგორ ვასწავლოთ Excel-ს ტექსტის წაკითხვა, სიტყვით უბრალოდ თანმიმდევრობით ისე, როგორც ჩვენ გითხულობთ რა. ჩვენ ხომ არსა მარჯვი გითხულობთ რა. Word to Wiki და TF-IDF-ი არის თვალსწინებად მარჯვიდან მარცხნივ გითხულობ, მარჯვიდან მარცხნივ, მარცხნიდან მარჯვ. არა ინტერესებს ეგ რა Word to Wiki-ს რა. აი, წარმოვიდგინოთ ხა რა. რავი, რამე წინადადება ნებისმიერი რა. რავი, აი თუნდაც ეს ფილმი ცუდი არ იყო, თუმცა უკეთეს ველოდი რა. ანუ ესეთი რაღაც რო აიღოთ. ან მაგას შეხედავს ხა TF-IDF-ი Word to Wiki რა. და ნუ ნახავს რომ აი ცუდი ნათქვამი მაქვს, უკეთესიც ნათქვამი მაქვს, ნუ მოკლედ არაც ნათქვამი, ან მოკლედ სიტყვებს შეხედავს რა, ანუ კონკრეტულად რა, ანუ წყობას არ შეხედავს, სენტიმენტს ვერ დაიჭერს ეგრე კარგად რა. შეიძლება პირდაპირ დამრუნოს რომ აი ნახე, ცუდი რო ვახსენე და არ იყო რო ვახსენე, უკეთეს რო ველოდი, ან მან დაირევა საერთოდ რა Word to Wiki-ს TF-IDF-ით, ანუ რო დაადრენიგოთ საბოლოოდ კლასიფიკაციაზე რა. ეგ ვექტორები რო გამოიყენონ კლასიფიკაციისას. უფრო სწორად. ან რომ სცადოთ კლასიფიკაციისას დატრენინგება კი არა, საერთოდ აიღოთ რამე სენტიმენტი რა, როგორ არის კარგი და ცუდი სენტიმენტები რო ავიღოთ რა, პოზიტიური, ნეგატიური. და მაგათი ვექტორები რო ვნახოთ რა, ვექტორები Word to Wiki სიტყვაზე. და მაგათ შორის ახლა Word to Wiki-ში აღებულ მაგ პოზიტიურსა და ნეგატიურ სიტყვას პოზიტიური რო ავიღო, სიტყვა პოზიტიური. და მაგის ვექტორი ვნახო. და აქეთ მაქვს საბოლოოდ ანუ აი ამ წინადადების, რაც წერა თქვი, თითოეულ სიტყვაზე ხო დამიგენერირდება ვექტორი. და ეგ უნდა გავასაშუალო რა, უბრალოდ რა, ეგ რო გავასაშუალო და მაგათ შორის ალბათ კოსინუსი რო დავთხოვო თუნდაც რა. არ იქნება ზუსტი რა, ეგეთი მიმართება და ეგრე კლასიფიკაცია მოკლედ რა, იმიტომ რომ საერთოდ არ ვითვალისწინებთ წყობას რა. ანუ ამ საერთოდ ამ წინადადების კლასიფიკაციაც რთული არის. მაგრამ უფრო ნუ ნეგატიურად შეაფასებდი რა ადამიანი, მაგრამ ნუ Word to Wiki და ის TF-IDF-ი არ არის მაგ შემთხვევაში სანდო რა, იმიტომ რომ არის არ თვალისწინებს საერთოდ წყობას. იქ რო თქვი რომ ცუდი არ იყო, შეიძლება რა მოკლედ რა. ანუ არ არის მაინც მართებული რომ დიდ ტექსტებზე, სულაც საშუალო ტექსტებზე ამუშავოთ Word to Wiki და TF-IDF, იმიტომ რომ ძალიან ძველი მეთოდებია ისედაც და ბევრად უკეთეს რაღაცებია დღესდღეობით რა. ხო, უფრო დეტალურად რა, TF-IDF უბრალოდ ითვლის ფაქტორი, რამდენჯერ გვხვდება სიტყვა და მისთვის ეს ორი წინადადება რო აიღო ძალიან მსგავსი. თითქმის ერთნაირია, ანუ ეგ ორი წინადადება მაგის, იმიტომ რომ ან წყობა საერთოდ უყურებს. Word to Wiki-ც ძალიან მსგავსი არის. უკეთეს ვექტორებს გვაძლევს. თუმცა ეგეც ცალ-ცალკე სიტყვებს აკეთებს ეგრე ვექტორებად და არ აქვს წარმოდგენა რომ მაგალითად ცუდი არ იყო, ანუ არ იყო რომ ცუდის შემდეგ იყო ნათქვამი, ეგ მაგას წარმოდგენა საერთოდ არ აქვს, საერთოდ, ანუ სულ მაგამდე დამეწერა, სულ მაგის ვერ დამეწერა, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ რა გჭირდება რა, გჭირდება Excel-ი, რომელიც წაიგითხავს ტექსტს მარცხნიდან მარჯვიდან და დაიმახსოვრებს რა წაიგითხა რა. სწორედ ეგ არის აი ხა დღევანდელი ლექციის თემატიკა რა. დაახლოებით გასაგებია ხო, მე მგონი, ანუ ცოტა არეულა დავხსენი, რატო არის საჭირო და წინადება ცუდად მოვიყვანე მაგალითად, მაგრამ თვითონ core idea თუ მივხვდით, თავი იდეა რა არის და რატო არის საჭირო ესეთი ნეირონული ქსელები, ეგ მაინტერესებს რა.
ვინმე რამე ვერ გაიგეთ? ან ეგ მაინც მითხარით რა, რამე თუ ვერ გაიგეთ, ეგ მირჩევნია რომ მითხრათ. გასაგები. ყველასთვის? ანუ არანაირი კითხვა არ გაგიჩნდათ? საერთოდ. ყველანაირი კითხვა დებილობა კითხვაც მისაღებია, თქვენ თუ თვლით რომ დებილობა, მე არ ვთვლი რომ აუში რა რომელიმე კითხვა დებილობა, მაგრამ რამეთ კითხოთ, რამე გაუგებარი თქვენთვის. ოკეი. ნებისმიერ წვრილ მასზე შეგიძლიათ გამაჩეროთ რა. ოკეი. აი წინაზე რაც ვლაპარაკე, მაგრამ ნუ ეხა უფრო დეტალურად გავარჩიოთ რა. The movie was not bad. პოზიტივია. ცალსახად ხო? ანუ ცუდი არ იყო. The movie was bad, not good, ნეგატიური. DFI-DF-ი დაიგნორებს საერთოდ მაგ სიტყვებს, სიტყვებს კი არა, წყობას. ეს თითოეულ ვექტორს, თითოეულ სიტყვას მისცემს ვექტორს. მაგრამ ყველა სიტყვა არის დამოუკიდებელი ერთმანეთისგან. ანუ იდეაში ჩვენ როგორც ვკითხულობთ მარცხენა მარჯვენა, ეგეთი რაღაცა გვინდა რა. დაახლოებით ეგეთი რაღაცა რა. GPT-ს ინამორბედი როგორც ხსენდი, მაგრამ GPT-ს ინამორბედები უნდა. GPT-სნაირი რაღაცა გვინდა, რომ მარცხენა მარჯვენა წაიკითხოს და გაიაზროს რაღაცა რა. ამას რაღა უნდა? ეხლა ეს უნდა შემოვიყვანოთ? ხო, არ კონტექსტს ვერ იმახსოვრებენ. არ იმახსოვრებენ საერთოდ მარცხნივ წაიკითხეს, როცა გადადიან შედეგ სიტყვაზე და ნუ ეგ არის იდეაში ეს პრობლემა. ის გადაჭრასაც ცდილობდნენ. ოკეი. არდენი საური იდეა რა. წარმოგიდგენთ რომ რავი, წიგნს კითხულობთ. ნუ რა ხდება როცა წიგნს კითხულობთ, ანუ პირველ სიტყვას კითხულობ, მე მეორეს, მე მესამეს და ყოველი ახალი სიტყვის შემდეგ შენს თავში განახლდება ის რაც გესმის რა. ანუ აი იჯამება საბოლოოდ რა, წინადადება იქმნება. ხო. შევხედოთ ახლა რა. პირველ ნაბიჯზე კითხულობს აის სიტყვაზე. არენენი. მაგას მე გადასცემს თავის თავს, ასე ვთქვათ რა. აქ კი სამადარი გაშლილი და სამადაა რა, მაგრამ რეალურად ეს ისრები თავის თავში მოქმედებს რა და თავის თავს გადასცემს რეალურად ამ მემორის რა, როგორც ჩვენ ახლა რაღაცა სამი ბლოკი ხო არ გვაქვს მემორის, ასე ვთქვათ რა, შეიძლება მეტიც გვაქვს თვიში, მაგრამ ნუ რა წარმოიდგინეთ ერთი ტვინი გვაქვს რა და ნუ პროცესა რეკურენტულად ეგრე გადაიცემა ჩვენთვის ინფორმაცია. ჯერ ეს წავიკითხე, მე ეს წავიკითხე, მე ეს წავიკითხე. ეგრე თავის თავს გადასცემს არენენი რა, ინფორმაციას რა. აი წაიკითხე, შევიდა არენენში, ეს მემორი გადასცა. შემდეგ სტეპს, ასე ვთქვათ, მე love ეგეც შემდეგ სტეპს გადასცა უკვე I love, ანუ ნახეთ ეს მემორის ხო გადასცა წინაზე, რაც ქონდა I-სგან. ეს love-ის გადასცა და საბოლოოდ უკვე I love შეიქმნა და ბოლოს უკვე მთლიანი მემორი აქვს. როცა მესამ ბლოკზე მივიდა I love და ბოლოს AI-ს დააყოლებს და ასე ვთქვათ, შეიკრა აი ეს თანწყობა, რასაც ჩვენ ტვინში იქნება, ასე ვთქვათ რა. ხო. ეს არის და ბოლოს ბოლო მეხსიერება ეს არის თლიანი წინადადების ჯამი რა. და ნუ ბოლოს შრეს ვაძლევთ მოკლედ ნუ აი თლიანი წინადადების ჯამს და ის გვეუბნება, რავი, ნეგატიურად თუ პოზიტიურად, ნუ ჩვენზე დამოკიდებული რამდენ კლასზე ვაკლასიფიცირებთ რა. ანუ ეს უშუალოვანი რამ რა. სამი უჯრაში ერთ და იგივე არენენია. როგორც წინან თქვი. ერთ და იგივე წონები გამოიყენება ყველა ჯერზე ანუ. ამას ეწოდება რა weight sharing-ი რა, ანუ წონები უბრალოდ ზიარდება ერთმანეთში. ანუ ეს ნიშნავს რომ ერთ პატარა ქსელით ნებისმიერ სიგრძის ტექსტის დამუშავება შეგიძლიათ იდეაში და შეგეძლოთ. მაგრამ არის რო ეგრე. ხო. აი დაახლოებით
დაახლოებით რა, ანუ ისერია რა. რაც ეხლა ვილაპარაკე. აი ზუსტად წიგს როგორც კითხულობთ რა. თითოეული სიტყვის მერე ნუ რა მენტალური ჯამივით რაც იმახსოვრთ რაც არის და საბოლოოდ თქვენი საბოლოო ეს სამერი ინარჩუნებს ამ ყველა წინა სიტყვას რა. უფრო აი მარტივ მათემატიკურად რო შეხედოთ არის ეს ნუ უფრო მათემატიკურად უფრო ქვემო წერია. მაგრამ გამარტივებულად რა. ანუ ახალი მემორი არის რაც ფუნქციაში რო შეაგდოთ ჩვენ ძველი მემორი და პლუს მაგას current word-ი რა. ანუ ეხლა სიტყვაზეც ვართ. ეხლა სიტყვაზეც ვართ ძველი მეხსიერება და ახალი სიტყვა პროსტა რაც ფუნქციაშია და იქნება ახალი მეხსიერება ჩემი. ეგ არის და ეგ რა. ანუ რა ის გამოიყენება, რა ქვია, აქტივაცია გამოიყენება და როგორ ხდება მაგის ტექნიკურად გამოთვლა არ მინდა რა ძალიან რო ჩავიძიო, იმიტომ რომ უფრო მგონია რომ გამოყენებაში პოსტ რო დავწერთ მე უფრო დამოყავთ რა ხდება და როგორ და სულ დაგჭირდება შეიძლება ეს რა. მაგრამ ნუ ტანჰაში მე მგონი ყველა მიცით აქტივაციის ფუნქცია არის, წესმე დაგიერეთ. ხო, არდენი PyTorch-ში ძალიან მარტივი არის, რაც 5 ცალი ხაზი არის, embedding-ი, ანუ იდეაში ეს არის word-work-ის გავსი შრე, რომელიც არის სიტყვას ვექტორებად აქცევს ფაქტობრივად, NN embedding-ი. არის NN RNN-ი, neural networks RNN-ი, რომელსაც გადაეცემა input dimension-ი, hidden dimension და batch first-ი, ხო, აქ რაც არის. batch first შეიძლება არ გადასცეთ, საერთოდ არის. ან input და output dimension-ები გვინდა რა, რაც თავარი არის და ბოლოს არის linear network-ი რა, საბოლოოდ აი კლასიფიკაციისას რასაც ვიყენებთ ხოლმე რა. ან პოზიტიური ან ნეგატიური. და forward-ი უმარტივესია რა. ვექტორი აქვს რაც ტექსტი გადმოგეცემა embedding შრეში შეაგდებ და მერე output და memory გიგენერირდება RNN-ში, როცა შეაგდებ მაგ ვექტორებს რა. გადავედით. ეხლა პრობლემა რა არის? წესს რო თქვი რომ ყველა სიგრძის ტექსტი უნდა ყველა სიგრძის ტექსტის დამუშავება უნდა შეგეძლოთ ხო რა? წარმოგიდგენთ რა? რაც არ მაქვს რაც თამაშივით იყო ხოლმე ადრე რა. გაფუჭებული ტელეფონი ერქვა მე მგონი. ხო და არა, შეიძლება მეშლო არ მახსოვს ზუსტად. ხო, არ გაფუჭებული ტელეფონი როგორ თამაში იქ მახსოვს, მაგრამ ეგ თამაში იყო თუ არა, ნუ მოკლედ ანუ წარმოგიდგენთ რა. რაც ჩამწკრივებულები ხართ, რაც ერთ რიგზე რაღაც 40 ადამიანი რა. და ნუ თქვენგან იწყება რა. თქვენგან იწყება რაც ფრაზს ეუბნებით, ის მეორე ადამიანი, მესამეს ეუბნება, მესამე, მეოთხეს, მეოთხე. იგივე ფრაზს უონდა და ბოლოში რომ მივა, ეს ფრაზა არის საბოლოოდ ძალიან დამახინჯებული რა. ეს მე 40 ადამიანი იგივე ფრაზს რო იტყვის, არის რაც სხვა აშკარად. შეიძლება სხვა იყოს რა დიდი ალბათობით რა. ანუ რაც უფრო მეტი ადამიანია ჯაჭვი, მის უფრო დამახინჯდება ეგ მესიჯი რა. RNN-საც ეგ პრობლემა აქვს დაახლოებით. დაახლოებით არა ზუსტად ეგ პრობლემა აქვს. ანუ საერთოდ აი აქ რო ვკითხულობთ ხარ რა, ანუ ამ ზიანებას რა. The cat which sat on the warm mat და ბოლოს ნებას purred. purred. აი კომენტ რაც არის. და აი მაგას ვერ დააპრედიქტებს ეგრე კარგად. რატო შეიძლება ვერ დააპრედიქტოს? იმიტომ რომ თავიდან ანუ ამას აქვს პრობლემა ავიწყდება მოკლედ რა. RNN-ს რა. თავიდან რა ინფორმაციაც მივეცი, RNN-ს ავიწყდება. იმიტომ რომ გრძელ სეკვენსებზე არის სუსტი. მას უნდა ანუ RNN-ს ფაქტობრივად უნდა ახსოვდეს, რომ აი აქ რომ მივა, აი ამ stage-ზე რომ მივა, უნდა ახსოვდეს, რომ cat იყო სუბიექტი სადღაც 10 სიტყვის წინ. და რა ვიცი. არ ეხსოვება, მოკლედ. ეგაა პრობლემა. ახლა აი ბოლოში, თავიდან კარგად ახსოვს. cat. აი კარგად. მე ნელა უფრო უფერულდება და უფერულდება. აი ეს ქვია ანუ ტექნიკურად რო გადავთარგმნოთ ეს რატო ავიწყდება? იმიტომ ავიწყდება, რომ რაც უფრო
გადის ასე ვთქვათ, რომ ეს ხო დროზე არ დამოკიდებული, დროზე რა, ანუ ტოკენებზე, ასე ვთქვათ, შემიძლია ტოკენები დავრო. ესეც ხო ტოკენებზე დამოკიდებული და უფრო და უფრო ავიწყდება რომ კატა იყო ნახსენები ხო საერთოდ იმას ნიშნავს რომ საერთოდ ვერ აპდეიტებს ზონას ხო? ანუ ამ კატის. ანუ გრადიენტი მიქრება, ანუ გრადიენტი ისრაფის ნულისკენ. ქრებადი გრადიენტის პრობლემა არის რა ტრენინგის დროს ადიმდელი სიტყვებიდან ნასწავლის სიგნალი იმდენ პატარა ხდება რომ ქსელი ვერ სწავლობს მათგან. ამიტომ რომ ჩოლბრი RNN-ი, ვანილა RNN-ი მუშაობს კარგად მოკლე ტესტებზე და 15-20 სიტუაციაზე, მაგრამ გზელ სტატიებზე, საუბრებზე და შემდეგ ვერ მუშაობს კარგად რა. გასაგებია? რამე კითხვა გამოუშვით რა. ყველა ხო ლაპარაკობ. ყველა ლაპარაკობ ანალოგებში. ხალხო რა მართლა გეუნდ რამე კითხვა და ან რამე რამე საერთოდ. თუ გინდათ რამის თქმა. თუ არ გინდათ გავაგზავნებ. იმეს თუ გინდათ აწიეთ ხელი ვით რას გინდათ. აი ბატონო. ისაღებია ეგეც. აი ჩატში მოიწერეს და ჩატში მოიწერეს? მაგას keep connection-ებით არა ანუ LSTM-ი შველის იდეაში მაგას რა. ანუ ეხლა შემდეგ თემაზე რაც გადავიდე, LSTM-ი შველის მაგას რა. keep connection-ები ამ შემთხვევაში ისეც ხო აქვს იმას რა ქვია. მაგრამ გაჩერაზე მეკითხები, ანუ skip connection-ები რას შველის? ანუ კონტექსტი რო ავიწყდება? ანუ გრადიენტის იმას რა ქვია? შემცირებას, ხო? ანუ აი კლასიკურ RNN-ებს, vanilla RNN-ს არ აქვს skip connection-ი, მაგრამ ნუ ხო არის რა, ტესტ skip connection-ები შველის კი მაგას რა თქმა უნდა. რავია, RNN-ში skip connection-ის დამატებას აწი იმას დაამატე რა ქვია. მას просто LSTM-ი გამოიყენა. რავია რა. RNN სუსტია რა, ანუ სუსტი არქიტექტურა არის რა. თუ RNN-ს იყენებ, თითქმის 100% ხარ დარწმუნებული, რომ LSTM-ი უკეთესი იქნება. კაი, LSTM-ზე გადავიდეთ რა. RNN-ს ერთი მეხსიერება ქონა რა, ერთი მემორი რა, ან ფაქტორად რაც hidden states გადაიცემოდა ყველა ჯერზე. ეს ჩვენი ინფორმაცია რა, რაც არ იყო ეგეთი ოპტიმალური რა. და LSTM-ს აქვს რაც ორი მისავით რა. ორი მეხსიერებასავით. ხო, აქ პარალელებიც მაქვს მოყვანილი რა, ანუ long term memory არის cell state-ი. cell state-ი არის რაც რვეულივით, ანუ მნიშვნელოვან რაღაცებს იმახსოვრებს. და არის გრძელვადიანი მეხსიერება რა, არ იცვლება ყოველ მაშინ როცა შეგნებულად რაიმე ასე ვთქვათ ჩაწერ ან წაშლი რა. ხო. და მეორე მეხსიერება არის სამუშაო მეხსიერება, ასე ვთქვათ, hidden state-ი რა, წერან ასე ვთქვი რა. ეს არის ის, რაზეც რავი, ამ მომენტში ფიქრობ რა, მოკლედ რა. ანუ ყოველნაბიჯზე იცვლება და ნუ ამისგან ვაკეთებ საბოლოოდ პროგნოზს. და ასე ვთქვათ, სამი gate-ი აქვს. სამი gate-ი აქვს რა, ნუ ერთი არის forget gate-ი, არის input gate და არის output gate-ი რა.
forget gate არის, აი რამე თუ არის წაშლილი აი ამ იმიდან რა ქვია, სიტყვაზე როულიდან. მეორე input game რამე ახალი ხო არ უნდა ჩავწერო და output gate არის, აი ხო რა, out რომელი ის ხო ხმამაღლა რა. ამ თითოეული gate აპრედიქტებს რიცხვს 0-დან 1-მდე თითოეული ინფორმაციისთვის რა, მაგალითად 0 თუ არის ესე იყო დაბლოკე სიტყვაზე, არ გამოიყენო და მეორე არის სრულად გაატარე, ანუ ეს ჩაწერე ინფორმაცია სიტყვაზე რა. და თვითონ neural network-ი სწავლობს, ანუ როდის უნდა გახსნას ეს gate-ები და როდის უნდა ჩაკეტოს რა. ბევრად უფრო კომპლექსური არქიტექტურა არის ეს რა, ვიდრე RNN-ი, მათემატიკურადაც. უბრალოდ ხა მაგის სახსნა რო დავიწყო, ანზორებით არ მორჩები 6 საათი, რაც არ არის ოპტიმალური და დიდად არც გამოგედგებათ, ხა მაგის ცოდნა კონკრეტულად იმაში UI-ზე რა. ხო. ხო, შეგვიძლია აგერ ეს გავარჩიოთ რა. input gate, output gate და forget gate, input gate და notebook-ი რა, როგორია. demo-ვი წაიკითხა. forget gate-მან არაფერი არა, იმიტომ რომ არაფერი არ გვაქვს რეალურად რო წავშალოთ. ჩაწერა movie. ჩაწერა movie. Was bad. Keep movie. ეს შეინახეო. Right negative. ანუ ცუდი იყო და მაგიტომ ნეგატიური ჩაწერა, ასე ვთქვათ რა. ფილმი ნეგატიური იყო, ან ცუდი იყო. მაგრამ რომ მოვიდა, მე წაშლევინა forget gate-მან ამ როულიდან ეს ნეგატიური და კონტრასტი ჩააწერინა, იმიტომ რომ კონტრასტი არის აქ რა. და მე deacting ჩააწერინა და მე brilliant და მე პოზიტივი რა. ანუ forget gate რეალურად სწავლობს რა ინფორმაცია უნდა შეინახოს LSTM-მა დროთა განმავლობაში. ხო, vanilla RNN-ი დროთა განმავლობაში და ტოკენების განმავლობაში ივიწყებს პირველ ტოკენს, ასე ვთქვათ, ანუ ქრება. ძველი ინფორმაცია იკარგება და LSTM-ში, ნუ უკეთესი ის არის, რომ მწვანებარები თითქმის ერთნაირი სიმაღლისა, ანუ რა და ეგ იმას ისე რომ ნახეს რომ მხოლოდ იქ იცვლება, სადაც კარიბჭეები ნებას ხვავს რა, ანუ კარიბჭე gate-ები რა. ეს არის ის რომ როულში მხოლოდ კონკრეტულ გვერდებს ადახლებ რა და დარჩენი უცვლელად რჩება. მანამდე აგერ აქეთ ხედავთ რომ წითელი ბარები ქრება. მეხსიერება ყველა ნაბიჯზე გადაიწერება რა. აი ყოველი ახალი სიტყვის წაკითხვისას მთელი როული რო წაშალო, მთელი ტექსტის ახლიდან წერას რო იწყებდეთ რა. რაღაც ეგრე რა. ხო, ტექნიკურად, ძველი ინფორმაცია და ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ აი ესე პროსტა გადავცემთ მატრიცაზე მრავლდება, ყველა სტეპზე და ექსპონენციალურად მცირდება, ანუ ნელ-ნელა ჩვენი weight-ები, რის გამოც მე გრადიენტები მიქრება რა. და LSTM-ში ეს gate-ები წერავს ერთები და ნოლები. ეგ ხელს უწყობს ასევე რა. კოდში რა იცვლება? ის არაფერი რა. LSTM-ი უბრალოდ RNN-ის მაგივრად. forward pass-იც რა. არაფერი ფაქტობრივად არ შეცვლა რა. აი, შევადაროთ რა. memory system არის ერთი hidden state-ი მაქვს იქ და ეგ არის და ეგ და იქით მაქვს hidden state plus self state-ი, ანუ ორი ცალი memory block-ი მაქვს. განახლება, ანუ მთლიანად გადაიწერება მეხსიერება RNN-ში და LSTM-ში სელექციურად gate-ებით. გრძელ ტექსტებზე RNN-ს ავიწყდება ადრინდელი სიტყვები და LSTM-ი იმახსოვრებს მნიშვნელოვანს. პარამეტრები 4-ჯერ მეტი აქვს დაახლოებით LSTM-ს. რადგან 4 სხვა, ანუ 4-ჯერ მეტი მეწონას ინახავს, მეგონი, ანუ 3 gate-ისთვის და ზემოდან კიდე hidden state-ისთვის, წესით, თუ სწორად მახსოვს, ეგრე, 4-ჯერ მეტი რო აქვს აუცილებელია.
typical accuracy აქ რომ მიწერია. ანუ slower ანუ ეს ლოგიკურია პარამეტრებთანა სიჩქარე. ის რა ქვია? პროპორციული. ამ შემთხვევაში. და ეს typical accuracy ყოველი მიწერია. არა ვერ მივახცევთ 92-87. ნუ დიდ კონტექსტზე თუ არ გავწვენთ. ამიტომ არ ვფიქრობ ამაზე. თუ პატარა ტექსტები გაქვთ, შეგიძლია არ ედინ გამოვიყენოთ, თუ გრძელია შედარებით და კომპლექსური LSTM. მაგრამ მაინც არა LSTM გამოვიყენოთ რა. დიდად ჯობია, თითქმის ყოველთვის ჯობია რა. ხო, ნუ ეს რისი გამოყენება რა შეგიძლიათ გამოვიყენოთ რა, მაგრამ ეს დავიკიდოთ, მე მაინტერესებს. კომპეტიშენებში გამოვიყენოთ ხოლმე LSTM-ი, ყოველთვის დავიწყოთ ხოლმე LSTM-ით. Gradient clipping-ი არ დაგვავიწყდეს, რომ gradient-ი არ აგვიფეთქდეს, რა თქმა უნდა. Bidirectional, ანუ მარტო მარჯვნიდან მარცხნივ კი არ წავ, მარცხნიდან მარჯვნივ კი არ წავიდეთ, მარჯვნიდან მარცხნივ წავიკითხოთ მოდი რა. ასე თქვა ტექსტი რა, ანუ ორი მიმართულებით ვკითხულობ რა. და ეგ მივცეთ ხოლმე, მაგრამ მან დაიმახსოვრეთ, რომ hidden dimensions რო ვატან LSTM-ს არგუმენტად, ეგ ორჯერ იზრდება. ლეიერები მეტი გვინდა. რაც ერთი ლეიერი არადენი ვერაფერს ვერ მიაღწევს. რამდენიმე შეგვინდა. და ხო. მე embedding-ებით შეგიძლიათ წინასწარ მასკატრო დაინიციალიზოთ ან word-ით ან glow-ით თქვენი არჩევანი, რომელსაც გამოიყენებთ. გისმენ. ანუ bidirectionally ვერ მოვხდი ზუსტად, ანუ ეგ უაზრო არ ჩანს, ანუ უკიდან როგორ უნდა წავიკითხო ტექსტი? ხო, ანუ ბერტი გაგჩევია? თავდასხმით ვერ გავიგე? ბერტი. არა. ხო, ნუ ენკოდერით მუშაობ. ენკოდერი ანუ არ უყურებს მარცხნივ იქნება თუ მარჯვნივ, ანუ ორივე მხრიდან უყურებს, ასე ვთქვათ რა. ანუ ფაქტობრივად ორი სტანდარტული LSTM ნეტვორკი არის, bidirectional LSTM-ი რა, ორი სალი ნეტვორკი არის პროსტა რა. ერთი არის forward direction-ზე მუშაობს და მეორე არის backward-ზე. ანუ პროსტა ანუ ალოგიკური რანაირად იქნება, თუ ერთი მაქვს მაგალითად forward-ზე თუ მუშაობს უკან, მარცხნიდან თუ გითხულობ, მარჯვნიდან მარცხნივაც თუ დავამატე, აი უარესი როგორ გახდება? ეგ მომენტიც არის რა. ანუ უარესი იმიტომ გახდება, რომ ანუ ხო ანუ უარესი შეიძლება არ გახდეს, მაგრამ ანუ უაზრო იქნება, ანუ არაფერს დამატებიც არ მოგვწევს. ანუ წინადადება, იმიტომ ანუ წინადადება არის აწყობილი, რომ მარცხნიდან მარჯვნივ წაიკითხო და არა მარჯვნიდან მარცხნივ. მარჯვნიდან მარცხნივ რომ ვკითხულობ, შეიძლება მოგვიანებით რა კონტექსტი მოხდება, ეგ მიხვდე, მაგრამ ანუ დასაწყისი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბოლოო ძირითად შემთხვევებში. კაი, ეხლა მე გეტყვი ეგეთ რაღაცას რა, ანუ short LSTM-ი არის, რაც კაუზალური, ხო? ანუ მარტო ისიციან, რაც მანამდე მოხდა. და NLP-ში ძირითადად არის ხოლმე ძალიან კაი, რომ მომავალში რაც მოხდება, ეგეც იცოდე. ანუ კარგია, კონტექსტს აძლევს, ასე ვთქვათ რა. შემდეგ რა მოხდება რა. კარგი. ანუ ეგეც კონტექსტია რა, რეალურად რა კონტექსტს აძლევს რა და ჯობია ხოლმე რომ bidirectional გამოიყენო თითქმის ყოველთვის. აი ყოველთვის დაჟე ვიტყოდი. რა საკითხო? კი. ხო, რის მიხედვით არჩევს LSTM-ი რა დამახსოვს და რა. მათემატიკას უნდა ჩავუმოვდეთ ალბათ. აი, დავფიქრე, მაგას როგორ შემიძლია გავცი, რა მკითხოს როგორ შეიძლება გავცეს. ანუ ეს უბრალოდ მოდელი რომ გაიწვიოს, ანუ მანდიდან არ ახსნება, ანუ თითქოს ანუ
რაღაც ლოგიკა არ აქვს, რაღაცა არ დამიმახსოვდა რაღაცა რა. უბრალოდ მოდელი ის რომ ანუ ანუ ეგეც ქსელია, ასე ვთქვათ, ნეირონული ქსელია ეგეც და ეგეც მატრიცა არის და ეგეც წონები არის და ეგრეს სწავლობს, ასე ვთქვათ რა. ანუ არჩევს თავიდანვე ვერ არჩევს, თავიდან არასწორად არჩევს რა. პირველი ფილტრი აქ არის forget gate, ანუ აქ ქონდა მაგალითად ქონდა gate-ები, ხო, forget gate, input gate და output gate. კაი, ნუ ან რა input-იც მაქვს რაცა x-ტეური და მანამდე რაც ქონდა hidden state ht-1 მაგალითად. თავიდან forget gate სწავლობს რა დატოვოს იმ ht-1-დან რა. ანუ შეუშვებს მაგ inputs sigmoid-ში და მე უბრუნდება რაც value-ები 0-დან 1-მდე რა. 1 არის keep this entirely და 0 არის forget-ი რა. ვაფშე დაივიწყე. ანუ ეგრე უნდა ეგეც ნეირონული ქსელია მოკლედ რა. ანუ ეგეც პროცესის განმავლობაში სწავლობს რა უნდა დაიტოვოს და რა არა. target-ი გვაქვს input-ი და სწავლობს forget gate, input gate და output gate მოკლედ რა. რა დატოვოს და რა არა. მიხვდი, მაგით არის აქ 4-ჯერ მეტი პარამეტრი, ანუ ეგეც დასწავლადია, ასე ვთქვათ რა. ხო, ეგეც ნელა უმჯობესდება, კი. ეგეც ისა ან სურად მიხვდი ძალიან. კი. forget gate, input gate, output gate სამივე არის დატრენინგებადი ქსელები. პატარა ნეირონული ქსელებია რა. აი. გისმენთ. დიახ, bidirectionally რო ახსენეთ, ანუ ეს bidirectional გადაყოლა, ანუ ჯერ მარცხნიდან მარცხნივ, მერე მარცხნიდან მარცხნივ, ანუ ცალ-ცალკე ხდება, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული არის თუ არა, როცა ჩათვალე ორი ცალ-ცალკე ისა რა ქვია. ქსელი არის რა, რომელიც მაგას გადაუყვება. მერე საუკეთესო პასუხს იღებს. არა, ანუ ორივეს ითვალისწინებს საბოლოოდ მერე რა. ხო. რაც რომელი უკეთესია მაგას არის. კაი, ხედავ. დავიწყოთ, კაი, მგონი. ვერწერ, რატო ვერწერ? აქ ჩავწერ. არა. ეს გამოვიყენოთ. კაი. დავიწყოთ ამითი. ეს ნახოთ ნელ პენთ.
თუ просто IMDb-ც, просто IMDb-ც რო ჩამოწერა მე მგონია და იყოს ეს რაღაცა უნდა იყოს. Okay. აი, წესით აქ გვაქვს ორივე დატასეტში გვაქვს ტესტიც გვაქვს და brains უნდა გქონდეს ტესტი. კი ბატონო. იგივე რატო არ ვიცი, მაგრამ აი, მოინტერესებს просто. Yes, train. უნდა გქონდეს ეს 0. 0 რატო? ალბათ 0 არის ნეგატივი. აი ბატონო. საერთოდ ოპერატორ დავწერე. აი. კაი, მარტივი ტოკენიზაციის ფუნქცია. ტოკენიზაციაში დამეხმარებით ვინმე? დავატოკენიზიროთ. ვორდ-თუექი გამოვიყენოთ თუ რა. თუ რატო გამოვიყენოთ ვორდ-თუექი? გამოვიყენოთ რამე მარტივი კაუნტერი სიტუაცია. აი, ნუ ეს იქნება ნუ ეს დავატოკენიზირებთ პროცეს სიტყვებს რა. მარტო თვითონ ტოკენაიზერს, ხშირულ ტოკენაიზერი გავაკეთოთ. დავიმპორტოთ კაუნტერი. და გავაკეთება. აი, კაუნტერი როგორ მუშაობს ვინმე მიცით? Update-ს აძლევთ ესე ტოკენიზაციის ფუნქცია. Example text. არა, არაფერი მომდა. კაუნტერს ხო ნახავ. ეს τι რაღაცა მაქვს რა? კაუნტერში. ზან დადი დამუშავებაზე იმას ალბათ დავიწყებ, ალბათ არ დავიწყებ და რეალურად უფრო მაღალი შედეგის მიღება შეგიძლია თქო, რა ეს ხა აქ მივიღებ, მაგრამ просто ну მე შეგიძლიათ გააგრძელოთ სამსა, ამ ნოუთბუქს შეგიძლიათ თუ გინდათ რა თქმა უნდა რა. აი, რა ხელა რაღაც არის. პადინგი გვინდა. პადინგი რატო გვინდა? პადინგი რატო გვინდა? ხო, პადინგი გვენდა უნდა. პადინგი აუცილებლად გვენდა უნდა. პადინგი რა არის ვაფშე გახსოვთ, იცით? განსაკუთრებული ტოკენი არის. სპეშალ ტოკენი არის ხო, მაგრამ ისთვის გამოიყენება რა. ეგეც არის. უმეტესად ბაჩინგში გამოგვადგება ამჯერად, რომ ყველა სიკვენსი ერთ და იგივე სიგრძის იყოს. ხო, ანუ რეალურად ესეთი რაც რა like this movie რო არის და მეორეგან რო არის. რაც ამ ხელა ტექსტი სარგვაწობს რა. ბაი ვერ შეუშვებ ეს ერთი სიგრძის უნდა იყოს მოკლედ რა, ჩვენ ტექსტები რა.
ჩვენი ტექსტები რა ჩვენი ისინი რა ქვია ტოკენები საბოლოოდ რა და ამიტომ შეგვიძლია რაღაც ნულები მიუწეროთ რა შევასოთ ამ სიგრძემდე ეგა პადინგი რა ანუ პადინგ ტოკენი გვინდა რა და შევხსნათ ეგეთი პადინგ ტოკენი რა ეს vocabulary თავიდან შევქმნათ რომელიც იქნება რა dictionary ფორმატი იქნება vocabulary ანუ ტოკენაიზერი ფაქტობრივად რა ტოკენების ამით ვოკაბი პად ტოკენი ეგ იყოს 0 ანუ ტოკენი შვენიერი მარა ესე არა ანუ მაქსიმალური ოდნობა vocabulary-ს რა გქონდეს 10000 საის მოკლედ ჯამში გქონდეს 10000 ტოკენი მოკლედ რა და აქედან კაუნტერი ხომ აქ ანუ სიხშირეები რა თითოეული სიტყვის სიხშირე და ავიღოთ უბრალოდ სიხშირულად გადავუყვეთ რა ყველაზე ხშირი რაც 10000 ავიღოთ სიტყვაზე forward და out აი დამეხმარა და vocab-ში ნუ სიტყვა და len vocab ოკეი len ეს გასაგებია რატო ანუ просто ინდექსირება არის რა ინდექსებს ვუთით ინდექსებს ვუსაბამებ 0-დან 10000-მდე რა უბრალოდ სიტყვებს ხვდით სიტყვებს რა შეიძლება ასოები იყოს ანუ ეგეც არა პრობლემა გასაგებია და ანუ ეს unknown-ტოკენი არის unknown ტოკენი რეალურად ანუ რამე სიტყვა თუ ან ხო სიტყვა თუ შეხვდება რაც არ ვიცით და ანუ არ გვაქვს vocabulary-ში просто ამას ჩასვოს იმის მაგივრად რა ანუ აი ამ vocab-ში თუ ეგ სიტყვა არ შეხვდება просто ჩაისვება unknown-ტოკენი გასაგებია რაც გავაკეთე ვინმე რამე მითხარით ან გაუგებარია უბრალოდ გაუგებარი თუ არა ეგ მითხარით The counters from most common method იქონა იგი ცოდით ვინმე რიფშე შენ გეცოდებოდა არ ვიცოდი ამჯერად არ ცოდი ნო სორტავდი აბა მე შეგიძლია დასორტო კიდევაც key-რო მიუთითო და ვაფშე dictionary გამოიყენო და counter ვაფშე არ გამოიყენო იგი შეგიძლია ეგ მაგას აკეთებ ხოლმე შენ მე ნანახი მაგ შენ ხო მე იმას ვაკეთებ ხოლმე lambda ფუნქცია count ფუნქცია და მაგას ვიყენებ ხოლმე კაი ხო ნუ ეს არის ერთ-ერთი გზა რა მაგისი რა ხო და აგერ გვაქვს უკვე ჩვენი vocab-ი შვენიერი ანუ ეხლა ტოკენები გვაქვს რა ეგრეთ შვენიერი ეხლა მე ამას არ დავიწყებ იმის გაკეთებას რა ქვია დადის ინსპექტირების იმიტომ რომ ეგ ძალიან ბევრი დროს წაიღებს რეალურად რა შეგეძლოთ აქ გაკეთებინათ რა პუნქტუაციები მოგეშორებინათ რაც აუცილებელია პუნქტუაციების გარდა უნდა მოგეშორებინათ uppercase-ები და lowercase-ი უნდა გადაგეყვანათ და კიდე რაღაცები შეგეძლოთ აღარ მახსოვს ადრე გავაკეთე კაროჩე ამითი ზუსტად LSTM-ით და არებენით რა და data უბრალოდ და დედუპლიკაციაც რა თქმა უნდა დედუპლიკაციაც უნდა გაკეთოთ მოკლედ მონცემთან იმუშაოთ რა ცოტა რა ერთი ნახევარ საათი რა 1 საათი და მერე ბევრად მაღალ შედეგზე ახვალთ ვიდრე ეხლა ავალთ აქ იმიტომ რომ და 1000 სიგრძის ორგანიზერი ძალიან ცოტა არის რა კაი encode დავწეროთ რა encode რაც გააკეთებს ახლა რა გადაეცემა ტექსტი გადაეცემა ჩვენი vocabulary და ხო ეგ არის არ არის ეგ აი რა მაკლია აი ანუ ეს რას გამიკეთებს რა ენკოდირება რა ეს უნდა გადმომეცეს ტექსტი და უნდა გადავიყვანო აი აქ რომ აქ vocab-ი ამის შესაბამის იმაში რა ქვია კიდე მაგას input-ში რა ტოკენებში რა ტოკენებში კი არა და ტოკენების შესაბამის რა ქვია input ID-ები ხო ID-ებში უნდა გადავიყვანო რა ანუ ეს არის ჩვეულებრივი ის რა ქვია hashmap-ი ვინმე თუ აი ზამაინც სიყვარულიან მოდიხართ dictionary-ს არ დაუძახებ hashmap-ი არის და უნდა გადავაქციო რა ჩემ წინადება ლისტად
ლისტად 0 5 რაღაცა ესეთი რა. ეს არის ჩემ ხუთი სიტყვა. აი, ვინ დამეხმარება აბა encode ფუნქციაში. არა, ვინ? არასდროს არ დამიწერია რა უქნა. encode ფუნქცია არ დაგიწერია? კაი, მაშინ დავწეროთ ერთად. წეგან რო ახსენი padding-ზე გაიგე? მაისურაძე. კი. ანუ გის padding-ზე თუ გავიგე, არა, ხო, მაგრამ padding-ზე თუ გაიგე, მაშინ აქ რაღაც ხომაკლია. ანუ რაღაცა padding, ანუ აქ რაღაცა უნდა დავამატო კიდე რა, რაღაც სიგრძე უნდა დავამატო რა. რომელზეც მოუჭრი ამავდროულად, ანუ მე მინდა რაღაცა სიგრძეზე თან მოუჭრა ჩემი ტექსტები და თან თუ მაგაზე ქვემოთ იყო რომელიმე მაგას შევავსო რა. ორიგინალის სიტყვას მაგას padding-ამდე. ანუ encode უბრალოდ ჩვენ ტექსტის ტოკენებს როგორ არის თქვა. ანუ რაღაცა მაქსიმალური length-ია ვიღოთ რა. ხო, encode просто ჩვენ წინადადებს გადააქცევს ტოკენების იმაში რა ქვია ID-ებში. ეხლა რას ვიზახდი არის max length-ი რა. ანუ რაღაცა ტექსტი რომ ექნება ძალიან გრძელი, მინდა რომ აი აქამდე ჩამოიჭრას 512-მდე. სიტყვაზე ეს არის ძალიან მაგალითად. შემეძლო აქ 100 ამბო, შემეძლო 200, არა ორიჯერადები უყარ და მოდი 512 იყოს რა. მე რომ 8000-იც ამბო. არც ეგ არის პრობლემა. 512-ს რო ავიღებ, მანამდე, ანუ რაც დიდი ტექსტი რომ ექნება ძალიან, მაგამდე ეს ჩამოვჭრი 512-მდე და თუ ეგ პატარა იქნება 512-მდე შევავსებ. გავიგეთ? ოკეი. Excellent. აი, განცოთ. ტოკენები ტოლია. Tokenize text. და არის აქვე max len მიუთითოთ. ეს list ჩამოჭრის რა. Tokenize text რას მიბრუნებს გავიხსენოთ? Tokenize text-ი მიბრუნებს ავტესტოთ tokenize. Tokenize text. ვიღაც შემოდის? List მიბრუნებს. ხედავთ? ანუ აქედან ახლა რომ მე ჩამოვჭრა 3-მდე, ჩამოვიდეს 300. იგივეს ვაკეთებ აქ 512-მდე ჩამოვჭრი უბრალოდ. Max length-ამდე. აი. ეხლა მინდა input ID-ები რა. Input ID-ს ეგრევე ვიძახი, უბრალოდ მე შეგიძლიათ თქვენ არ დავუძახოთ. ვექნება ეგეთ lookup წერტილი get აი list comprehension გამოვიერთო get key for the in tokens აქ ბაგი რა დამეხმარა აბა ყიფშიძე სადამ აქ ბაგი get-ის default value არის known. შეგვიძლია unknown token-ის value დავაბრუნოთ known-ის მაგივრად, ანუ 2. თუ ერთი იყო. აღარ მახსოვს. ეგ ბაგი არის, კი, ერთი უნდა დავაბრუნო აქ რა. ხო. და დავაბრუნოთ input ID-ები. შენი. ეხლა უკვე მართლა შენი. ვიმე ვოკაბი უნდა გადაц. აჰა. 1 47 457 1. სალაკაი. არა გავხსოვთ. სამბერი ერთიან დაბრუნდა. ანუ ახლა ანუ counter-ში რა ვორდების რაოდენობა არ ითვლება თუ ანუ ხო, ვორდების რაოდენობა ითვლება მარტო. იმ ტოკენიზაციისთვის არ არის კარგი, არ არის კარგი ნამდვილად.
არა, ანუ ხო შეიძლება რამდენიმე ვორდი ერთ და იგივე რაოდენობით განმეორდეს. ერთ და იგივე ვორდი რამდენი ხო და მაგას ითვლის, ანუ ფრეკვენციებს ითვლის. ანუ frequency ხო შეიძლება words ანუ აი მაგალითად წინადადებაში რომ იყოს მაგალითად 2 Z და 2 A. ანუ ეს ორი სიტყვა ხო ანუ ორჯერ შეიძლება. აჰა. ანუ შენ ალბათ counter-ის dictionary და vocab-ის dictionary გერევა ერთმანეთში. ერთში რაოდენობებია, მეორეში ID-ები. ხო, ანუ counter-ი ნახე. აი counter-ი რო დავაპრინტირი. აქ არის რაოდენობები. აი შემხვდა 70000 ჯერ. მაგრამ vocab-ი არის პროსტა ჩათვალე მე რიცხვი რომელიც მიუთითე რა, აი ის მიუთითე პროსტა რიცხვი. აი ის მიუთითე 9. ანუ ჩემი მითითებულია, მე ეს არ წამომიღია იქიდან, რა ქვია, counter-იდან რა, ანუ ეს რიცხვი, ეს ჩემგან პროსტა ავიღე ინდექსის ტოლია რა. ანუ most common-ში ყველაზე ზემოთ რომელიც არის იმის ინდექსის ტოლია. აი. გასაგებია ხო? კი. აი ხა სუბედურება უნდა დავწეროთ. უნდა დავწეროთ dataset-ი. Dataset-ი არის საჭირო იმისთვის, რომ გავაჩვენოთ ტორჩი გაიარეთ, ცოტა მაინც. მეგონი ეს არის. ან თვითონ ისე არ გაგვივლია, მაგრამ ანუ გონი ყველა იცის აქედან თორჩზე როგორ უნდა დაიწეროს რაღაცები. მე აღარ მახსოვს საიდან იმპორტება. აი? პაულას დავაჭირე. უტილსი მახსოვდა. ან მაგების გარდა. და ეს არ გაგვილია dataset-ი? ანუ dataset-ი პროსა არა, იმპორტები უბრალოდ და იმპორტები არ მგონია ვინ მესახს. ხო. პროსა ამით შემოვიფარგლო ჯერჯერობით და მეგონი იმპორტი ტორჩიც დამჭირდება. და import torch ესეც უნდა დამჭირდეს ესეთ. მოდი import numpy-საც ვიზამ. ბარემ. და მოდი import მოდი ბარემ numpy as np და აქ dataset-ის გარდა დავალოუდოთ და ხო დავალოუდოთ და ვაიმპორტოთ data loader. აი ახლა მეც უნდა გავიხსენო ტორჩი. IMDb dataset. უნდა გადავცეთ dataset-ი. და მაქვს რამდენიმე ფუნქცია, init-ი, int არის კონსტრუქტორი, self-ი, dataset-ი, lookup-ი. PS-ი დავაკვეთ ამას. ეს if leni უნდა კონდეს. And if it ესენი უნდა კონდეს სტანდარტულად dataset class. ეხლა ეს სამი უნდა დავაიმპლემენტიროთ ჩვენ. აი. init-ში უნდა გადავცეთ რა. ახლა უნდა გადავცეთ dataset-ი. self data ტოლია. უნდა დავაენკოდო. უნდა გადავყვე dataset-ს, ხო? და უნდა დავაენკოდო თითოეული ტექსტი. და უნდა გადავცე label-ი. და უნდა ეგ-ლისტში უნდა მქონდეს რა რეალურად რა. ანუ ლისტში უნდა მქონდეს წყვილები, ტუპლები, label-ის და ტექსტის. ტექსტის გადაყვანილი უკვე ID-ებში. ანუ, ეხლა დავფიქრდეთ რა. As example for example in DS. მაგრამ ამ example-ს აქ ტექსტი, ჯერ ტექსტი გვინდა. X label ეს მეჩავსო ფრჩხილებში, იმიტომ რომ tuple არის. მარა
მაგრამ ანუ ეს უნდა გადავიყვანო კიდე იმაში ID-ებში. ანუ აქ encode ვაიმე. აქ encode უნდა მოვარტყა ერთი გვერდიდან. encode text pop-up. ხო, წესდეგა. აი, ლენი просто რავი, თქვენს იაქტიურეთ რა, ანუ ლენი უნდა იყოს просто სიგზეს უნდა ვაბრუნებდე. და აქ უნდა ვაბრუნებდე ინდექსზე რა აიტემიც არის რა. დამიხმარეთ. აი ეს ორი თქვენ დამიწერთ. კაი, ახლა ეს დამიბრუნებს просто იმას რა ქვია, ლისტს იმეების რა ქვია, ტუპლების რა. ესეთ რაღაცებს რა. მაგრამ თორე აქ წყვილები მექნება text label. text label. და ეგეთ просто დიდი ლისტი მექნება. დამეხმარეთ. ლენი თქვენ დაწერეთ. ანუ ლენი იქნება უბრალოდ return len self-წერტილი data. ანუ ვერ მარტივია. get item-იც მარტივია. ანუ აქ ხო ანუ უბრალოდ შეგვიძლია დავარეთ return self-წერტილი data IDX. ანუ რა ვიცით ხოლმე. ბატონო? ანუ მეუბნები რომ просто return self data IDX that's 0 self data IDX 1 მაგას მეუბნები? ანუ უბრალოდ IDX რომ დაგვერითარნებინა ხო მაინც მაგას დაერითარნებ და კი ბატონო, მაგრამ მაწყობს ეგ? ვაფშე ესე დაერითარნება მაწყობს? რატომაც არა? ანუ იმ წინასწარ კოდით ჩვენ ანუ ზუსტად არ ვიცი მაგ data types რა ქვია, მაგრამ ანუ very to tupli რაც ანუ ტუპლს ახსნით და მე ისევ ტუპლს ვაწყობთ გახსნილი ტუპლის value-ებიდან და უბრალოდ ტუპლი რომ დავარეთანოთ? კი ბატონო, მაგრამ ჩვენ get item შევდებით tensors. ტენსორი თუ იქნება, შეგვიძლია if დავამატოთ დასაწყისში, რომ თუ მაგალითად torch is tensor IDX-ი, მაშინ რაღაც x-ი ტოლია. მოდი ცალ-ცალკე გადავიყვანოთ იმაში, რა ქვია. ტენსორში რა просто და იქნება რა. IDX ესე რომ დავწერო. მე კიდევ სხვა რამე ვიგულისხმე. ვიფიქრე, IDX-ი შეიძლება ტენსორი იყოს. IDX-ი კი, მაგრამ ანუ არა, IDX ტინტია просто, syntax-ია რა. PyTorch-ის ვიკიზე უწერიათ. ანუ ტენსორი იგივენაირად ამოიღებს, ანუ ის არის რა ქვია. ტენსორი ჩვენზე დამოკიდებული საბოლოოდ. ანუ რა იქნება მაინც ჩვენზე დამოკიდებული. მაგრამ ხო, გასაგებია. სად არის? მან არის Torch-ის ტენსორი ხო, გასაგებია. აი. შვენიერი. ეს ჩავაკოპიროთ, რა იცი რა ხდება. ხო. მაგრამ რას ვიზახი, იცი? ეხლა ის რომ იმას ვიზავთ, ამას რომ ვიზავთ რა. კი, ეხლა უკვე label-ი ორივე ტენსორად უნდა გადავაქციოთ და უნდა უნდა დავარეთოთ. data type-ი ხო იყოს torch-ონგი რა, ან კიდეა. აქ მე ძირითადად data loader-საც ავხმარობ და არ ხმარობდა. მან GPU-ზე გადატანებს ვარეთარნებთ თუ CPU-ზე და მერე გადაგვაქვს GPU-ზე? მერე გადაგვაქვს წესით. რაც არ მოწონს. რა არ მოწონს? მან ორი ტოლია გიწერიათ. უიმე. აი. Okay. ეხლა ბოლო სანამ ხო data loader-ი უნდა დავწეროთ კი ბატონო და რაც მაგრამ იმას ვთქვათ რა subset-ი ავიღოთ რა აუჩ rain subset-ი ავიღოთ dataset is rain
შაფლი გვინდა? არა, select-ი просто რა. Range 10,000 სიტყვაზე რა. და მეორე გვინდა test subset radius test select range. აი, ეს ავიღოთ ტესტის. 10,000-დან 10, ანუ შემდეგი სხვა ისინი არაჩვევი ავიღოთ? ანუ დიდი ის არ იქნება ჩასამატებელი 10,000-დან 11,000-მდე მაგალითად ტესტ საბსეტში. უიმე, ხო. ანუ ეგ ცოტა უაზრობა იქნებოდა. და დავჭაფლავ. სიდოლია. ანუ მაინც შეიძლება დაემთხოსო და უბრალოდ 10,000-დან 11,000-მდე რეინჯი რომ ავიღოთ. რატომაც არ. ვინ ჩამილბა. აი. კაი, train DS აი ეს გვინდა. просто აი dataset ფორმატში გადავიყვან ახლა. მაგრამ სანამ data loader-ს დავწერ, აქ მაქვს პატარა პრობლემა, რომელიც აუცილებლად გამოხდება ტრენინგისას. და ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ ახლა. რამდენჯერ მივახსენეთ ეგ პრობლემა. და უნდა დავწერ რაღაც ფუნქცია, რომელიც padding-ით შეავსებს ასე ვთქვათ იმას რა ქვია ეს ზოგ ფუნქციაში რომ გვეწრა იქ padding. იქ რომ არა, ეს არის ის რა ქვია, მოჭრა. აქ მოუჭრი 512 სიგრძეზე. იმიტომ რომ შეზღუდული რესურსი მაქვს და დიდზე ვერ გავწვნი ახლა. მაგრამ padding-ი კიდე ცალკეა. ანუ მაგ ფუნქცია შეიძლება მაგალითად ანუ შევჭირთ 512-ზე და 500-ზე ან 512-ზე და მაგან შეიძლება მაგალითად 300 ზომის დააბრუნოს. ხო. აი ეგ არ გვაწყობს. აქ ფუნქციაში ვერ გვინდა ეგ რომ მოხდეს padding-ის დამატება. არა, data loader-ში გვინდა ხოლმე რომ გავატანთ ხოლმე ეგ ფუნქცია ძირითადად რა და call defense არქმევ ხოლმე რა. და გადაეცემა batch. და ეგა არაფერია просто ეს თუ Python-ის ფუნქცია იქნება ამისთვის წაწველი. კი ბატონო, დიდი შანსია. დავზიყავთ ამ batch-ს და ტექსტი. CPRC? არა. CP როგორ არის? ანუ მე C++ Python-ს ავწერ. კაი, პროზა ბეჩი გადმოგეცემა. ტუპლების ბეჩი არის რა და ეს ვარსკვლავი არის იდეაში unpacking ოპერატორი რა. ანუ dereference უკეთებთ ფაქტიურად. ფაქტობრივად dereference უკეთებ კი. unpacking-ს უკეთებს რა. და dereference უკეთებს და საბოლოოდ ეს გარდაიქმნება ესეთ რაღაცად რა. და zip რას გააკეთებს? ეხლა ვიგეთყვი რა. დაახლოებით როგორ ახსნა მეგონი ესე არის რა. ან საბოლოოდ მექნება ესეთი რაღაცა რა. აქ ხომ აქ მეტუპლები image კი არა და text 1. მივხვდი კი დაახლოებით და თუ მაგალითად კი ანუ ტექსტებში მოახველებს ყველა ტექსტსა და ლაბელებში მოახველებს. ხო, ორი ლისტს გააკეთებს რა, text 1, text 2. text 3 გამოვა და label 1, label 2, label 3. ანუ ეგ გააკეთებს reference და მე დაზიპო აკეთებს მაგას რა. კი. ხო, ეხლა რა უნდა ვქნა, აღარ ვიცი. ეხლა ანუ ეხლა ტექსტებს უნდა ვიმოსავნოთ ტექსტებზე უნდა დავაპროცესოთ, რავი, არ ვიცი, for ანუ ტექსტებზე ის უნდა გავაკეთოთ, რომ თითოეულ ტექსტს უნდა გადავუყვეთა და აი ქონიათ, თქვენ გაიხარით. თორც ყველაფერი აქვს. დავაიმპორტოთ. როგორ მუშაობს ერთი შევხედოთ აღარს მახსოვს. sequence, list of variable length sequences, batch first if true the output will be batch first მინდა padding values გადავცენ და padding side margins გადავცენ.
რა, კი ბატონო. ეს არის სულ? აი, მე მგონი მივხვდი მაშინ. აი, გავიგებთ თუ მივხვდი. აი, ვაიცა, ჩემი აზრით ესე უნდა იყოს რა. text pad ტოლია pad sequence text patch first იმიტომ რომ ნუ ეგრე გავცნობთ რომ patch dimension იქონდეს პირველი და ბოლო იყოს padding value უნდა მივცეთ რა რაც გვაქვს 0-ზე მოწესთ ხო? კი ვერ მივხვდი ზუსტად ეგ ფუნქცია როგორ მუშაობს ანუ padding Pad ნული ავარჩია. ბატონო? ან ნული padding value ხო უბრალოდ ეს არის რას ჩავწერთ იმ padding-ში. ზომას რანაირად იცის? ანუ pad sequence მაქსიმალური იმას პადავს რა 512-ზე არ დაპადავს ამ შემთხვევაში რა. ან batch-ში მაქსიმალური სიგრძე რაც არის დიალოგობით მაგას დაპადავს. ხო. ყველაზე ხო, მაგას იზავს. მაწყობს ეგ. ხო. არ ვიცი ზუსტად, აი ნახოთ რა. ზუსტად არ ვიცი ამ შემთხვევაში, აი შეიძლება არ მაწყობს და პირიქით 512-მდე დაპადეთ ხო, რომ ეწეროს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ნუ გავიგებთ. ეგ რატო იქნებოდა უკეთესი? ანუ თუ ანუ 512-მდე ყოველთვის რომ დავფადოთ, ანუ ტყუილ რესურსებს დავხარჯავთ უბრალოდ. ანუ ანუ ეხლა CPU-ს ყოფილიყო შეიძლება cache ანუ ყველაფერი ერთი ზომის რო ქონოდა შეიძლება მაგას აესტრაფებინა მაგრამ Python-ზე რო წერთ ეხლა დიდი აზრი არ ექნება პირიქით შეანელებს Python-ში. აი ნახოთ ეს თუ გაეშვა ესე იგი სწორად დავწერეთ. თუ არ გაეშვა ესე იგი არის სწორად დავწერეთ. shuffle false გიწერიათ მანდ. ხო რატომ იწერ? და number-ი მგონი უკეთესი იქნება ცოტა ძალიანელია ისე დათოლოდერი. იო shuffle false. გაეშვა. კარგია. ხო, დავფრინტოთ. კიდევ გაის დამიწერა, თორე იმენა ვერ დავწერდი, ამას აღარ მახსოვდა რომ როგორ უნდა მომეღო აქიდან. ეს უთვის train subset და test subset-ი რაღაც გვჭირდებოდა მაშინ. test train subset-ი და test subset-ი რომ დავწერეთ რაღაც გვჭირდებოდა. მოუჭერი პროსო მონცემი ძალიან ბევრი იყო. shuffle თუ რას იძახი? არა ზემოთ არა პროსო მოუჭერი ძალიან ბევრი მონცემი რო არ იყოს და უცებ დავატრენინგოთ, იმიტომ რომ რა დროც ხო გვეწოდება და თქვენც რავი ალბათ დიად არ ერთობით მე რომ მიყურებთ რა. კაი, განავედი საინტერესო რაღაცაზე რა. კაი, მოდი დავწეროთ ხა რა. class RNN. არა, RNN არა. არა, ხო, მაგრამ RNN. sentiment RNN. და ამას უნდა გადავცე NN მოდული. და ესე იწერება ზოგადად ნეირონქსელების კლასები რა და თქვენც selfie უნდა გადავცე vocab size-ი იმიტომ რომ ეს დამჭირდება embedding layer-ისთვის რომელიც თავიდან მექნება embedding dimension დამჭირდება hidden dimension დამჭირდება output dimension დამჭირდება რა თქმა უნდა n layers-ი dropout-ი ისწავლეთ ანუ ის კი ვისწავლეთ ცალკე გაკვეთილი არ ქონია მაგრამ ძველ გაკვეთილებში გავიარეთ RNN-შიც ისე მოქმედებს როგორც ჩვეულებრივ RNN-ში თუ რამე განსხვავებული როგორ RNN-ში RNN-შიც ისე არის ზუსტად როგორც NN-შია თუ სხვანაირი რამე RNN-ში ზუსტად ისე მოქმედებს ვერ მივხვდი dropout-ი ანუ კი ყველგან იგივე რა ნეირონქსელში როგორცაც ზუსტად იგივე რა
ყველგან იგივეა რა. ნეირონი მისწრაფი просто დროპაუტი რაც პატარა ალბათობას უითებს, სადაც რომელიმე ნეირონი გაითიშება რა. ან თვითონ ნეირონზე გაკეთება დროპაუტი, რომ ეს ნეირონი გაითიშება და ვაფშე არ იქნება ეს. ანუ არ ტექნიკურად ჩვეულებრივი ენენია უბრალოდ თავში ტრიალებს. თავში ტრიალებს და ენენის ყველაფერი RNN-ზეც ანუ ეხლა ჩვეულებრივი NNS-ა უწვით. ხო. Embedding dimension. ანუ просто with extra steps. აი, ოდნავ სტეპი აქვს რა. Embedding dimension-ი გინდა თავიდან რომ უბრალოდ შენი ეს input-ები, input ID-ები რო არა გადაიყვანოს რეალურად მატრიცაში და არ იყოს უბრალოდ რაღაცა უაზროდ მიმოფანტული ინდექსები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ეხა აქ, მაგალითად vocab-ი. vocab-ში რაც გვაქვს რა, ანუ ხო ინდექსები, просто მაგ წინადებას აიღებს, რაც გვექნება ჩვენ აი ესეთი რაც, ну ეს არ გვექნება დიდი ალბათობით. ეს რიცხვი, space დავარტყათ რა. ეს რაც რო გვექნება, აიღებს ეს embedding-ი და მაგას გადააქცევს როგორც ვექტორად, მე ეგ ვექტორი შევა RNN-ში იქნება xt input-ი და მე იქნება საბოლოოდ რაღაცა output-ი. ეგ არის და ეგ რა, output-ში ბოლოს იმას რა ქვია. შენ დაწერ ლინეარი იქნება თუ რა გინდა რა მოკლედ რა. ანუ embedding-ი და მაშინ ვორთუვეკი საერთოდ რაღაც გჭირდებოდა თავიდანვე თუ embedding-ი უკვე ანუ შეიძლება იმდენად ოპტიმალური არ იყოს, მაგრამ ანუ embedding-ს როგორ ანუ embedding-ი ხომ უნდა გაიწვნას და embedding-ი რო გაიწვნას რაღაცა ნეირონი მისელი გჭირდება. ნეირონი მისელებზე RNN-ს და იმაზე არ იყავით გადასულები და просто მივდივართ ისე რა ქვია. უბრალოდ სუდადა ტრეინინგდება. შედარებით. არა, ну, WordWork-ი вообще რაში გჭირდება? იმაში გჭირდება, იმიტომ ისწავლით იდეაში, რომ ისა რა, ქრონოლოგიურად მოდის ეგრეთ ორი, вообще არ გჭირდება, კი, არავინ აღარ იყენებს WordWork-ს. არა, მე იმას გულისხმობ, რომ WordWork-ზე უკვე სიტყვები ერთმანეთს, ანუ სიტყვებს ანუ უკვე დატრეინებული გვაქვს ფაქტურად embedding-ები და თავიდან გაწვრთნა აღარ გჭირდება. ან მაგალითად embedding-ებს უბრალოდ მან ჩავსვათ. მივხვდი ხო, შენ წონების ინიციალიზაციაზე იძახ. წონების ინიციალიზაციაზე იძახ. просто ჯობია რომ რაღაცა head start-ი მისცე რა. რაღაცა ცოდნა მისცე თავიდან და ანუ მაგრამ ეხლა არ ვიზამ მაგას. იმიტომ რომ უკვე საათნახევარი აქვს ვარ და ხადები ესე ხოლმე ხო, padding index მიუწვევ თუ არ მახსოვს რა. დემედე padding index. ხო, ანუ მაშინ მინდა მიუწვევ. padding index-ი. ანუ padding index რო უთითებ, მე მაგას აღარ გააპდეიტებს ტრეინინგისას. ანუ gradient flows გათიშავს ასე ვთქვათ რა. სადაც padding იქნება გაკეთებული. პირველი ორი არ არის padding-ი, ანუ პირველი ხო ანუ ორი რაღაცა რა ვთქვით padding-ად? მეორე არის unc-ტოკენი და ის პირველი არის padding-ი. მენული არის padding-ი, პირველი არის unc-ი და padding index-ი არის 0 იდეაში და მაგიტომ უთითებ მაგას რა. ერთ წუთით მეორე ტოკე მაშინ კი უცბად არ მომეფიქრა კითხვა, ან მეორე რას აკეთებს? მეორე ის აქ ეს ტიპი unknown-ი unknown მაგიტოვე ნახე ენკო ამ კოდს ჩავაგდებ ნახე unknown-ი როგორ მაქვს აქ აქ ერთიანი რომ იწერია ახლა კი გაუგებარია მაგრამ იმიტომ აქ რომ default value ანუ თუ ვერ იპოვე hash map-ში თუ ვერ იპოვე ეს key მაშინ რავი value ჩაწერა 1 ამ სიტყვისთვის რა კი მიხდი ხო ეგ არის და input size-ი რა მექნება აქ მექნება embedding dimension-ი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეხლა როგორ მოქმედებს ჩვენი flow რა შევიდა რაც embedding layer-ი ეგ წამოვიდა მე RNN-ში და ეგ შევიდა მე NN linear-ში რა linear layer-ში
მიხდით ამას? Embedding შევიდა, ანუ embedding-იდან რაც არის გამომავალი, არის embedding dimension-ი, ანუ თავიდან მაქვს მე vocab size-ი და embedding dimension. ანუ ეგ არის მატრიცის dimension-ები ჩათვალეთ. Embedding dimension-ი ახლა მინდა რომ შემოვიდეს აქ და მე მექნება hidden size-ი. Hidden size და hidden dim-ი. N layers-ი და batch first. იმიტომ რომ იქაც batch first-ი მაქვს მითითებული და просто dimension-ებში აცენა რო არ მქონდეს რა. და რა ყულზე არ დავატრენინგო ასე ვთქვათ. N layers მივცეთ რამე default value მოდი მივცეთ. მოდი ორი layer-ი იყოს რა. dropout-საც მივცეთ 2.1. 2.1 ძალიან დიდი არ იქნება? ნუ 1 10 ხარხად -2 ან -3 არ იქნება და უფრო 0.1. რა ვიცი რა მშობა. ეგ შეიძლება თქვენ გაარკვიოთ მაგრამ. აქ მე მგონი ანუ აღარ dropout-ი შემიძლია მივუთით, ხო? და აქაც შემიძლია. და self FC და აქ full connected layer რაღაც მინდა, ანუ RNN-ის input-ი უბრალოდ თავისთავად უნდა შევუბრუნოთ არანაირი საბოლოოდ მე მინდა output-ი RNN-ი რაც მექნება დავაკლასიფიცირო იმაში რა ქვია 0-ში ან 1-ში, იმიტომ რომ ის არის სენტიმეტრების ანალიზი, ამოცანა დაგავიწყდა ალბათ. არა, მე უცბად წარმოვიდგინე ამ sentiment RNN-ს რო ვქნიდით, ანუ მოდელის ანუ უცბად loss ვითვლით ისე რომ თავისთავში უშვებდით ამ sentiment RNN-ს, ანუ გარეთიდან უშვებდით და არა შიგნიდან. ანუ ხო ცოტა დავსტკი. არა უშ. აი, output hidden-ი, hidden -1, ანუ ეს არის ჩემი ball layer-ი, რაც გამომიგდო იმან რა ქვია RNN-მა, აი მაინც არის, მე მინდა ტექსტის აქ თავიდან მაქვს dimension-ი, batch size, sequence length. მერე ეს გადაიქცევა batch size embedding და sequence length და embedding dimension. sequence length მოდ დავარქვათ. და embedding-ი რა. ხო? მერე output-ი აქ მექნება. output-ის dimension რა იქნება? Ისა output-ი იქნება batch-ი h. ხო, და ბოლო იქნება, რა ქვია, hidden-ი მექნება ეგეთი რაღაცა. N layers-ი, batch-ი და hidden-ი. hidden spin-search რომ მოვიღებ, ეგ იქნება batch-ი და hidden-ი. ასე. ხო, ეგა, წესი სწორად წერთ. და return self.fc self.dropout. dropout-ი არ მაქვს. აი, მაგ self.fc. last hidden. ეგ არის. ჩვენ sentiment RNN წესით დავწერეთ. hidden-ის რას გვირეთ არნებ? hidden-ი ზუსტად რას გვირეთ არნებს? ანუ output და hidden-ი რომ დავარეეთანებინეთ RNN-ს, ანუ output-ი მესმის თვითონ RNN-ში რაც უნდა შევიყვანოთ და hidden-ი რას ანუ output-ი და hidden-ი ერთ და იგივე უნდა იყოს? არა, ორ რაღაც აბუნებს ის რა ქვია. RNN-ი აბუნებს ორ რაღაცას, ერთი არის output და მეორე hidden. ან hidden-ში რა output-ში ისინ ან თვითონ თავისი ანუ latent-ი ინახება, ანუ სიტყვების რავი თვითონ რა მოიფიქრა, ანუ წინა სიტყვების რეპრეზენტაცია და hidden-ში რა ინახება? ანუ ხო, output-ი არის აი ყველა time steps-ზე, ყველა იმაზე რა ქვია, input-ზე რა საბუნებს რა და hidden-ი არის საბოლოო hidden state-ები რა, ანუ ბოლოს ყველა layer-ისთვის საბოლოო ინფორმაცია რა იყო რა.
და ეგ აუთპუტი არ არის? ანუ ეს საბოლოო ანუ არის მხოლოდ ანუ აუთპუტს არის ნახავს ანუ არა ანუ hidden-ი ინახავს საბოლოო გადაწყვეტილებებს, ასე ვთქვათ. მიხვდი? და output-ი ინახავს ყველა შუა გადაწყვეტილებებსაც ასევე რა. ანუ hidden dimension-ი უბრალოდ არის ანუ hidden-ის ზომა? ანუ hidden ანუ F-ს აკეთებს ანუ თავისი თვე არენინი ბოლოს. არა, ვიცი, ვერ მივხვდი რა კი. არა, ეს არა, ანუ ეხლა ამას ანუ რაც მე ვიგულისხმე მაგას მიხვდი? ანუ hidden state-ები რო ბრუნდება, ეგ არის ჩათვალე არდენი თითოეულ layer-ზე ბოლოს რო მივიღებს, ასე ვთქვათ, რაც გადაწყვეტილებას მაგას აბრუნებს და output-ი არის ყველა აი ეს intermediate შუაში რა ფიქრების ქონდა პროცესში არენენს, ასე ვთქვათ, ეგ არის output-ები რა. და ჩვენ მინდა საბოლოოდ რა output-იც ქონდა, საბოლოოდ რა ისიც ქონდა, რა ქვია, ფიქრი, ასე ვთქვათ, summary. ჩვენ hidden state-ებს აი ეგ მინდა რომ საბოლოოდ ეგ დავაკლასიფიცირო რა. იმიტომ რომ ეგ ყველა ინფორმაციას მოიცავს რაც მანამდე ქონდა ჩვენ არენენს რა. ეხლა უნდა დავატრენინგო ეს პროსტა. embedding dimension-ი რა. მოდი ავიღოთ 256 მეტი. hidden dimension, მოდი ავიღოთ 512, output dimension-ი კი ვიცით რომ არის 2. RNN მოდელი. sentiment. RNN-ი სადაც vocab size-ი მაქვს. vocab-ი embedding dimension-ი აქვს embedding-ი hidden dimension-ი პირდაპირ output dimension-ი მაქვს პირდაპირ output ეს გაიშვება? გაიშვ? აი მაიც და თუ device-ი ხდება. ეგ უზე დავატრენინგო. device სწორედ არა device-ი უდა აი ეს ახლა მე მაინტერესებს RAM სამ დამეხმარე რა მადლობა აღარ მახსოვს total პარამეტრები ვნახოთ ამ მოდელის 3 მილიონია 3 მილიონი ყოფილი აი ბატონო აი დავატრენინგოთ მოკლედ რა ეხლა აღარ გვინდა ის რა ქვია და LSTM-ი თქვენ დაწერეთ ну თქვენ დაწერეთ დიადარტაზირდება LSTM-ი უბრალოდ RNN-ის RNN-ი უნდა ჩავანაცვლოთ კი მაგრამ თქვენ ცადეთ რა მე რა LSTM-ს რა მოდელი loader-ი optimizer-ი criterion-ი ხო მეტი არაფერი ჭირდება LSTM-ს hidden-იც იგივენაირი ქონდა? გაჩა bidirectional-ს თუ მივთითებ ორჯერ იზრდება. ანუ კაი, ერთამით რაცები უნდა დავაიმპორტო. ყველაზე რთულია. აი, короче. რამ template-ის ავიტყორ ჩაგდოთ რა უჩემი. არა, დავწეროთ ერთად. საიდან იმპორტდება? სადა იმპორტი? ორჩოპტი წერტილი ოპტიმარის. კაი. ეგ ამეთი არაფერი. from orch optim import აი შეგინათ ყველა იმპორტი. აი არა. და criterion-ი? optim-ში არის criterion-ი. თუ აღარ მახსოვს NN-ში, თუ optim-ში აღარ მახსოვს. optim-შია. optimization. optimization-ში. არა, criterion-ი არა, NN-შია წეს.
ნევრონული კროს-ენტროპი ლოსი. არა, ლოსი კი NS-ია. ლოსი ხო, ლოსი ვიძახ კრაიტერიონ. აი, მივცეთ ხა model train, რითიც ვიწყებ ხოლმე, total loss 0-ია 0, correct 0-ია 0, total 0-ია 0. ესე პროსტა accuracy-ისთვის რა. მე დავლოგოთ და რაღაც. ეხლა უნდა გადავუყვეთ რას? For text labels in loader text to device labels to device. აი, ამის მე რას წერ? ამის შემდეგ ანუ optimizer 0 gradi. აჰა, კაი ხარ. ამას რატო ვაკეთებ? იმიტომ რომ გრადიენტების აკუმულაცია არ გვინდა, საკმარისი watch size გვაქვს და საკმარისი ვირამი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩავტიოთ. კაი ბატონო, მაშ prediction უნდა გამოვთვალოთ მე model text. უმეხმარება. მე მინდა lossy, ტოლია criterion, output. აჰა. არა პრეც დავარქვე. თუ გინდა output დავარქვე. აზრი არ აქვს. მე ყველაფერს უცნაურ რაღაცებს ვარქვი, არასტანდარტულს. მე running lossy, ან ხო total lossy გიწერიათ თქვენ? მე დავწერდი აქ ეს რაღაცას რა. აღარ ვიცი როგორ დავწერო. კლიკ. რადო ეს ტესტი რაცა. აი ეს არის. AutoCast-ი რომ გამოიყენოთ, float 64 გარდაქმნის შესაძლებლობას დასჭირდება და დასრულდა ჩვენი წვალება. ხო, მაგრამ ანუ ეს ხო იმისგან მიცავს თავს, რომ Infinity-ში თუ გაიქცა, ან ძალიან მაღლა თუ გაიქცა lossy, მინდა რომ შევამცირო, დავკლიპო. ეს lossy-ის აფეთქებისგან მიცავს. ხო, ეგეც კი. აი, პარამეტრები უნდა გადავცე? აი. torch, nn ხო მაგ, nn utils, clip. რადნო. აჰა. იყოს აქ რაც 3. არა, 5 იყოს. 5 ხო არავა. 5 ხო არავა. 5 ძალიან დაბალია რა, ანუ რაღაცა 10 ხარისხით 3-იანი ეგეთი რაღაცა უნდა იყოს. რატო ძალიან 10-ზე თუ ავიდა ჩემი ლოსი რაღაც მინდა. ვაფშე რაღაც მინდა ისე. არა, შანსი არა, ლოსი ანუ უნდა გაფეთქდეს. ძალიან მაღლა გაიზარდოს და მინდა რაღაც შევამცირო მანამდე რა. ხო ეგრე არის. ეგ გრადიენტებზე არაა და ანუ ჩვენ ხო გრადიენტებს გვყავს და არა გრადიენტს. ხო, მაგრამ გავს ასე ვთქვათ რა. აი, ანუ მეგონია რომ ამათაც ანუ ლოსი მაგალითად რომ არის რაღაც 20 არა ეს მგონი არის რაღაცას ვიზავ. აჰა, კაი 100 დავწერ. 100 დავწერ. ერთ სარხმარობენ მაქსიმუმ ნორმალ. კი, წესით ერთ ხმარობენ ხოლმე, მაგრამ არ მოწონს ამ კაცს. ვერ ხვდები ერთი რატო უნდა ვიხმაროთ და არა რაღაც დიდი რიცხვი. ეს უნდა იყოს წესით. ჯო არ გაიქცევა მაგ ხელაზე ისინი რა ქვია გრადიენტები და რა გავაკეთოთ. ეს არის? კი. ოკეი. loss წერტილი, არა, loss წერტილი item loss წერტილი CPU წერტილი item არის მანდ. წეში საჭირო. loss წერტილი რა? loss წერტილი CPU წერტილი item, ანუ loss წერტილი item-ი მგონი error-ს იძლევა, არ გამიტესტია. აი, ნახოთ. correct. აუ და მიწერა ტიპმა ჩემი. აი, მადლობა. ეს რა გამიგეთა? არ ვიცი. ანუ total-ზე სწორია, მაგრამ ანუ correct-ზე არ მაქსი რა. კლასიფიკაცია ის გავაკეთა. როგორ? ჩვეულებრივი კლასიფიკაციის. არა, ხო კლასიფიკაცია არის, კი, მაგრამ ის ხო, იმიტომ ხო. სოციალ არ გვინდა აქ? არა, მეც.
არა, softbox-ი ზემოთ უნდა მქონდეს კაცო მაშინ. linear layer-ის მაგივრად. softbox-ი რა შოუში. აქ პლასტიკი. არა, არა, მე მგონი, სწორად. ეს ბაჯს უმატებს მე მგონი. კი, ბაჭს უმატებს. ხო, და მაგიტომ მე პროსა უნდა დავაბრუნო ესეთი რაღაცა რა. ერთად. total loss. ეგ აქ უნდა გეტყვით იდენტაციით for-ში არა. კი. ასე უნდა ვეთქვა. correct total. ეს ხო არ უნდა გავამრავლოთ ვფიქრობ label size 0-ზე. რა უნდა გავამრავლოთ? აი ეს loss item. ანუ loss item არა. არა, ანუ ეგ არა, ანუ total loss უნდა გავყოთ ანუ საშუალო loss რომ გამოგვიდეს თითოეულ ანუ text label-ის წყვილზე და მაგას თუ გავაკეთებდით ჩვენ გამოგვივიდოდა რომ ანუ უკვე loss წერტილი item-ი ხო ანუ ამ მაგ n-ცალ რაღაცაზე არის უკვე გაკეთებული და არასწორი გამოვიდოდა მაშინ აი ხო მეც ეგრე მაგიტო გავანა აი ეს რა გამოდის ხა აქ total-ს იგივე total-ია 0 ეგ პროსა ევალუაციას რა for text labels ხო text labels total text იგივე უნდა განმოწერო მოკლედ აქ რაც არის მე ვაკოპირებ და ვშლი უბრალოდ რაღაცებს ხო მომენტ ბანური ეგ ეს ყველაფერი ჩამოვაკოპიროთ აქეთ აი ეს ხო ოჭოლი გვინდა ეს 0 გრადი აღარ გვინდა პრეც მოდელი ეს გვინდა არა 0 გრადი უაზრობა იქნებოდა აქ ხო ეს გვინდა ესეც აღარ გვინდა ესეც აღარ გვინდა აჰა რაც გვინდა დარჩა პირდაპირ რა კი და მაგრამ ესეც დავაბრუნე ფაქტიურად იგივე evaluation-ი ოღონდ ბევრი რაღაც იქნება ოკეი ოღონდ loader-ი ანუ ეს იგივე ბაჭზე evaluation-ს უკეთებდა და train-სა და სხვა in loader-ი სხვა loaders გადავცე აუ არა ეგ პარამეტრი არის აუ ხო train model წავედით მოდელი name n epochs მივცეთ მოდი 10 და lr მივცეთ 10 ხარისხად -3 აი მივცეთ ეგ ძალიან ნელი იქნებოდა აჰა ადამიანი პირდაპირ როსენტროპი აი რაც მინდოდა ყველაფერი დამიწერე მადლობა ჯემინის history rainbow-ს მინდა rainbow-ს train-აქ ვალოს ვალაკ აჰა n epochs და train epoch აჰა ვალოს რა train accuracy ხო ეგაა და validation-ი ხო validation მე ტესტი მიქვია მე და მაგიტო რა მაგრამ კაი ვალიდაცია მაგიტო მე eval-ს ვარ მე იოს ხო append train loss და დამიწერება რა ვალოს იქნება და ანუ ესენი უკვე ძალიან ის არის შავი სამუშაო ამის დაწერა რა არაფერი განსაკუთრებული არა და ბოლოს დავპრინტოთ რა print if შეგიძლიათ ELTT გაკეთოთ მაგა ხო არა უცლებელი
არენენ ისტორია დოლია მოტო აუ არა ეს დავარქვი არენენ მოდელ დავარქვი სავა არენენ მოდელ ანუ ესეც რომ დააბეჭდნოთ პილოტის. სახელი რა დავარქვათ ჩვენი არენენ εν ეპოქი დავშემითებული მაქვს და შემიცებული აქვს. და იმედია ყველაფერს რა დავწერეთ. კაცმა არის აქ თუ ვერ სურვიპოვის მაგერებს Gemini-ის დავუბრალოთ, იმიტომ აუ რაღაცა გვეშლება რაღაცაში რაღაცა გვეშლება ლოგირებაში გვეშლება ლოგირებაში მგონი უბრალოდ ვანიში გრადიენტი ან ექსპლოდი. არა, რაღაცა ის ხო გვექნება. არ მგონია. ანუ ლოგირებაში რა უნდა გვეშლებოდეს, ანუ უბრალოდ ლოგირებაში კი არა და ლოსის დათვლაში გვეშლება რაღაცაი დავაბეჭდნოთ მოდელს prediction-ები. ანუ მოდელი print loss.id ეს მაინტერესებს მე ხო, ეგეც კარგი იქნება დებოგინგისთვის. თითქმის ძალიან სწრაფი ხო არა, ანუ 10 ხარისხად -3. შელოს ძალიან პატარა იყო ეს ხო არ უნდა გამომროლთქო აი ამაზე რა შეგიძლიათ ცოტა, მაგრამ არა სწორი არის. გითხოთ Gemini-ს რა არის პრობლემა? ეს თუდი არა. ეს თუდი თქვენ არა. თქვენ სხვა რა. accuracy მაინც რაღაც სასწაულია. 50% ხო. ვალიდაციაზე კაი, მაგრამ ვალიდაციაზე ცუდი არის. არა, ვალიდაციაზე ცუდი არის ტრეიდინგი და რანაირად რაღაცა. ანუ უფრო ცუდი ხდება. ანუ რაღაც 37%-ია თავიდან და მე უფრო ნელ-ნელა ცუდი ხდება. არა, 37-3%-ია. აუ, 3%-ია ნული გამორჩა ხედველობაში. სენტიმენტ ანალიზია? აუ, მოვიდა. ხო, ეგ არის მე. მე 3% როა 8 მოაბრუნო 97 გამოვა. შესაძლოა სწავლობთ? არ მაქვს რა გადაეცემა. არ მანდ dimension ერთი გვინდა თუ? არ ვიცი. გამოვაბეჭდინოთ ანუ output-ები, არ ვიცი, იქნებ რაღაც ძალიან insane რიცხვებს აბეჭდავს და output-ში რას დავინახე? ანუ ვალიდაცია სულ იგივე ლოსი რანაირადაა. ნუ წერან ხო ისევ. კაი, ანუ train loss იგივე რომ არის, ეგ უფრო ცუდი არის. accuracy რატო გვაქვს 3%? ამიხსენით. ანუ accuracy კარგით, მაგრამ loss-ი იზრდება train-ის. ათი ხარისხად -3, უბრალოდ ძალიან სწრაფი ხო არ არისა და მართლა -5 loss backward-ი დამავიწყდა, loss backward-ი დამავიწყდა, ვაიმე. აუი. ყველაფერი აი ანდუ უნდა უკნა ყველაფერზე. ჭამეს რო გამომრავლებ. ანუ იდეაში არაფერი არ მეცვლება, პროსტა ანუ არაფერი უბრალოდ scaling-ი დარჩება. scaling-ს ხო და იყოს scaling შევცვალოთ ცოტა, იმიტომ რომ ძალიან დაბალ loss-ი არ გვინდა რომ გავიდეთ ეს ხო ის არის. მაგრამ ისეც ხო პრობლემა არის, ძალიან დაბალი loss-ი რო აქვს ამას და და პრინტვა დამავიწყდა რომ მეშორე ვინა.
ალბათ ვიმუშავებს ხო? აი, სულ 50% აშუქოს უკვე კაია რა. რენდომია, მაგრამ უარეს ხო შეიძლება და. აბსურდია. აი, ეს ცოტა overfit-ზე გავიდა, მეგობრებო. ეს მოდელი ცოტა არა ძალიან. ცოტა overfit-ზე არ აღშავს. არა, მაგრამ წინას ხო ჯობს. ეხლა 99%-ით სატრენინგო მონაცემებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს training accuracy evaluation-ზე. ცოტა დავაპატარავთ. ოდი ლეიერები Hidden შევაცვლოთ. dimension-ი დროპაუტი რო გავზარდოთ უბრალოდ. როგორ დროპაუტი გავზარდო? დავი გავზარდო დროპაუტი. აი, 0.3. ეგ უბრალოდ ხო ეგ უბრალოდ სახეს არ გააძრობს მოდელს. ორად მოდელი რენდომი გახდება ეხლა. აი, უარესი შეიძლებოდა. უბრალოდ დავაპატარავთ მოდელი, რატომ წავდით? მაინც დავაპატარავთ მოდელი მართალია. 256 ძალიან დიდი არის. ხა შენი მოსტანი ხო ვერაფერი ვერ გავაკეთე რა. არა, სისულელის ვაკეთე, ჩემბრალია კაც, ჩემბრალია, ბოდი ჩემბრალია. Cross-entropis. არა ბიჭო, არა. რა კროსენტრო, ახლიდან უნდა დავაინიციალიზო პროსტა მოდელი. აუი, ეგ მეშლებოდა. მე ტრეინის კოდი და მოდელის ინიციალიზაციის კოდი ერთ ბლოკში მიწერია, რომ ყოველჯერ რომ ვარესტარტებ ტრეინინგს. მაინც იგივე არის. რატო არ იგივე? მაგრამ ნახე ტრეინინგზე იმენა სახეს ვიხეთ რა. დავწიო ტრეინინგ რეიტიც. ანუ ხო, მაგრამ ეგ უბრალოდ უფრო დააშორებს ამ overfits. ანუ არ გადაჭირს. inevitable არის overfit-ი, მაგას ძახი. ევალუაციის სამპლები ნორმალურად გამოიყურება, ყველა რა თქმა უნდა არა. დიდი ალბათობით არა. კებოდი ესეც ვქნათ რა. Shuffle. სიტოლია 42 გვიყვარს ხო? 42-ს ყველა რატო ხმარობს? არ ვიცი. ანუ 42 რამდენჯერ ცოტა უფრო უკეთეს შედეგი კი მომცა მოდელზე. აი არც ერთხელ არ მიფიქრია მაგაზე მართლა რა. პირიქით რატო უშვებ კოდს? აი. სატრენინგო მონაცემებში იყო პრობლემა მოკლედ რა. აი, აქ ამით ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. ვერაფერს. ანუ მაგრამ მაინც მივხვდით რომ RNN არის ცუდი. ანუ შანსით არ მივიღეთ, რომ ცუდი ყოფილიყო. ამ ტოკენაიზერი არის ცუდი. ტოკენაიზერი ძალიან ცუდია. ან არ უნდა მაგას წინ. ტოკენაიზერი უვიჭველი ძალიან ცუდია. მაგას არც განვიხილავთ. გავზარდოთ მოდელი. რას ფიქრობთ? overfits-ი გავაისე. Gradient clipping-ი რო წავშალოთ. გრადიენტ ბაზარი არა, გრადიენტ კლიპი დავშალოთ. რაც გვინდა ვაფშე. ყველა მოიფიქრეს ვაფშე ეგეც რა. და ვენში გრადიენტების პროპაგანდა არის, არ არსებობს ეგეთ. გონი ეგ იყო პრობლემა. არანაირად არ იყო ეგ პრობლემა. გავზარდით და overfitting-ი აღარ ასჭირს. რა overfitting-ი აღარ, ანუ overfitting-ი წეგანაც არ ჭირდება, მაგრამ აგერ ვალიდაციის accuracy, აი, რაღაცა. აი, ეს ამეთ რაღაცა ეგ იყო პრობლემა. ხო გითხარით, ძალიან პატარა ზურგი იყავდით. ნოიზია. აუი. არა, აზრი არა. რეალურად მიზეს თუ გაინტერესებს, ეგ არის მონაცემების ბრალი. ძალიან უაზროდ გვაქვს მოჭრილი. აქ შედეგს არც უნდა ვიღებდეთ რა. 512 ლექსი ცოტა არის. ეგ ერთი პრობლემა. მეორე, არ გაგვიწმინდავს. უნდა გავწმინდოთ აუცილებლად. ტექსტი არის ყოველთვის ისეთი რაც ფაქიზი მონაცემი არის, თქო, ძალიან ბევრი კლინინგი ჭირდება რა. ეს მეორე პრობლემა. ამიტომ თუ არ დაგეზარებათ და თუ გაერთობით ამითი არ ვიცი, თქვენ გააწვიდეთ
ამას მე ჩავაგდებ. თუ გადაწყვიტეთ, რომ why not? გაერთობით ამეთი. მარტივი არის ძალიან. გადახედეთ კოდს, ერთხელაც წაიკითხეთ კიდე, ორჯერ წაიკითხეთ, სამჯერ, რამდენჯერაც გინდათ. და მე ჩავაგდებ, საჩავაგდო. ლექციებში არასჯობია. ანუ არა, მან ეგ ძველი ლექციები არის. თვითონ ანუ ფორუმი არის, ანუ მოაწერია ქვევით. აი მაგის როგორ? აი ქვევით, ორით ქვევით. ლექცია. აი, ხო. ეს რა არის? და new post და. კაი, დავпостავ. აი ეს. რომელი ლექციაა ეს? 29, ხო? ეს არის 39 კი. აგიტვირთით. live coding-ი იყო, შეიძლება დიად ვერ გაერთეთ ამით, იმიტომ რომ ვერ მარიცოთ, მაგრამ ნუ კარგი იმიტომ იყო, რომ შემდეგში ეცოდნებათ უკეთ რა. და ერთხელაც რო გადახედავთ ამ კოდს, იმიტომ რომ თან ერთად შეიძლება არ დაგვიწერიებთ, იმიტომ რომ მე დავწერე სულ. მაგრამ შემდეგში უფრო ერთად დავწერთ რა, თუ გადახედავთ სახში რა მაგ კოდს რა, იმიტომ რომ რავი, საბოლოოდ რაც განსაკუთრებული არაფერი არ დამიწერია რა. სირთულე არაფერი არა მართლა აქ. Okay, მორჩა რავი ლექცია. გავთიშავ recordings.